გამარჯობა. ამ ვიდეოში მინდა რომ გადავიმეოროთ ერთი მხრივ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, მისი რამდენიმე თვისება, ასე ვთქვათ, და პლუს ამას გაჩვენოთ, როგორ შეიძლება რომ შევქმნათ კლასი, რომლის ობიექტებიც იქნება იტერირებადი, ანუ გავლადი for loop-ის მეშვეობით. კარგი, ჩვენ გავაკეთებთ ორ სხვადასხვა კლასს, ერთი იქნება წიგნის კლასი და გავაკეთებთ ბიბლიოთეკის კლასს. და ამ ბიბლიოთეკაში ასე ვთქვათ შევინახავთ ჩვენს წიგნებს. პლუს ამას გამოვიყენებ JSON-ის ფაილსაც, ანუ ჩვენ შევინახავთ ამ წიგნებს, მონაცემებს JSON-ის ფორმატშიც. კარგი, პირველ რიგში შემოვიტანოთ JSON-ი და შევქმნათ ესეთი კლასი, book კლასი. რომელსაც ექნება initializer-ი, init მეთოდი. პირველი პარამეტრი აუცილებლად self-ი უნდა იყოს, ეს გახსოვთ. და ნუ წიგნს რა შეიძლება, ხო? წიგნს აქვს სათაური, აქვს ავტორი, აქვს ფასი მოდი და თეგები. tags. აი ამ ეს თეგები იყოს რა ის, აი მაგალითად წიგნი მიეკუთვნება რაღაცა კატეგორიას, ხო? დავუშვათ გვაქვს წიგნი Python-ის შესახებ, ხო? აი ამ tag პარამეტრში ჩავწერთ ხოლმე მაგ კატეგორიებს, რომ ეს არის დავუშვათ წიგნი და რამდენიმე სხვადასხვა ის შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგალითად რომ არის პროგრამირება Python-ი და ნუ კიდე სხვა ესე კატეგორიები შეგვეძლება რომ ჩამოვთვალოთ აი ამ პარამეტრის არგუმენტი. კარგი, ეხლა დავწეროთ self title, უდრის titles, self author, უდრის authors, self price, უდრის price და self tax-ი მოდი იყოს set. აი ესე set-ად ვაქციოთ, რასაც ჩაგვიწერენ და ოღონდ რა შემთხვევაში თუ tax არის ჭეშმარიტებითი და თუ არ არის, მაშინ დააბრუნო, მაშინ გქონდეს უბრალოდ ცარიელი set. ეხლა ეს რატო იწერება ესე? set და არა დავუშვათ ესე. ხო, არა და set-ის ფრჩხილები ესეთია, ხო? მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დარეზერვებული dictionary-ისთვის. ანუ ცარიელი dictionary იწერება ესე. თუ გინდა რომ დავწეროთ ცარიელი set-ი, მაშინ უნდა დავწეროთ აი ესე. set და ორი ფრჩხილი. კარგი, ეხლა შევქმნათ ესეთი მეთოდი თუ dict. ამ მეთოდის მოვალეობა იქნება რომ ნახეთ რა გვინდა ჩვენ მე მინდა რომ ჩვენ დაგვჭირდება dictionary. იმიტომ რომ მე ვაპირებთ რომ JSON ფაილში შევინახოთ მონაცემები. იმისთვის რომ JSON ფაილში შევინახოთ მონაცემები, ჩვენ ვიცით რომ dictionary უნდა გადავცეთ ესეთ JSON dump ფუნქციას, ხო? ნუ ან შეიძლება dictionary გადავცეთ, შეიძლება list-იც გადავცეთ, ეგეც არ არის პრობლემა. ამიტომ მაგრამ ნუ ჩვენ საბოლოო ჯამში გადავცეთ list-ი dictionary-ების, მაგრამ აი ეს dictionary-ები რო გქონდეს, აი მაგისთვის ვქმნი მე ესეთ მეთოდს to dict, ანუ ასე ვთქვათ, გადააქცი dictionary-ით, აი ესეთი მეთოდი, რომელიც თან მარტივი იქნება, ასეთი dictionary გვაქვს, სადაც გვაქვს title, key და ეს იქნება self title. აი ეს ამაზე არის საუბარი, ამ self title-ზე. ასევე ავტორი, ესეთი key, რომელიც იქნება self ავტორი, price key, რომელიც არის self price და tax key. აი JSON files არ შეუძლია რომ Python-ის set-ი წაიკითხოს, ანუ set-ები არის, მოკლედ set-ებს ვერ გადააქცევთ JSON ფაილად, მაგრამ list-ის საკითხვა შეუძლია, list-ის გაგება შეუძლია და JSON-ად გარდაქმნა, ამიტომ გადავაქციოთ ჩვენი self tax-ი უბრალოდ list-ად. კარგი, ეხლა შევქმნათ ესეთი კლასის მეთოდი. აქ გქონდეს რა? from dict. ასე დავარქვათ. თავიდან კლასის მეთოდი აქ გვინდა CLS-ი და data. ხო, მონაცემი რაც გვინდა რომ dictionary-დან ჩვენ ისევ ვაქციოთ, ისევ შევქმნათ book კლასის ობიექტები. ამას გამოვიყენებთ, როდესაც იცით, აი წარმოიდგინეთ JSON ფაილის წაკითხვა რომ მოგვინდება. იქიდან ხო დაგვიბრუნდება ჩვენ დაგვიბრუნდება list-ი dictionary-ების. ხო, ახლა ესე შევთანხმდით.
და შემდეგ ამ list-ს გავივლით ესე ვთქვათ for loop-ით ან list comprehension-ით და იქ რომ იქნება dictionary-ები, ხო, ხო გვაქვს list dictionary-ები. იქ რომ dictionary-ები იქნება, მაგ dictionary-ებისგან მე მინდა ისევ შევქმნა book class-ის ობიექტები. ამიტომ ვქმნი მე ესეთ კლასის მეთოდს, რომელიც იქნება ჩემი ეგრეთ წოდებული ალტერნატიული კონსტრუქტორი. ხო, ეს იქნება ალტერნატიული თავშოთ გზა book class-ის ობიექტების შესაქმნელად. ეხლა და რას ვაკეთებთ აქ, ესეც ძალიან მარტივი ამბავი არის. წერთ return CLS და ამ CLS შეიგულისხმება ეს book class-ი, ანუ ეს იგივეა რომ აქ რო ეწეროს book CLS და აქ უბრალოდ გადავცემ აი ამ პარამეტრის მნიშვნელობებს. ხო, რახან ვთქვით რომ აქ რეალურად book class-ი იგულისხმება. როგორც აი book class-ისგან შექმნით ობიექტებს, ხო, ჩვეულებრივად აი მაგალითად BRT user-ის book და აქ ხო გადავცემდით ხო რაღაცას title-ი იქნებოდა ეს ავტორი ფასი, ხო, და შემდგომ ესე ვქმნით book class-ისგან ობიექტებს, ხო? აქაც უნდა იმას ავქმნით, ეგენი ჩამოთვალოთ. თქვენ უფრო ესე აშკარა რო იყოს ეს ყველაფერი, აი title პარამეტრს. გადავცეთ რა? ეს იქნება dictionary, ხო? თან როგორი dictionary? აი ეს dictionary იქნება რეალურად, ესეთი dictionary იქნება. და აქ დავწეროთ მაშინ data title. იმიტომ რომ აი ამ key-ით მოვიხელთებთ ჩვენ აი ამ მნიშვნელობას. და ჩვენ ხო title პარამეტრს და გადავცეთ, ეს ხო რეალურად, ანუ რაც არის წიგნის ათაური, ხო? ამიტომ აი ესე მოვიხელთებთ მნიშვნელობას. მაგ dictionary-ს აი ამ key-ს წყვილს, ხო, values. კარგი, ეს გვექნება, ასევე გვექნება გვაქვს კიდე ერთი პარამეტრი, ხო, ავტორი, ეს იქნება data author data author. ასევე გვაქვს price პარამეტრი, data price და tax. ამ tag-ებში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რა ნახეთ, დავწეროთ და გაგახსენებთ ან data get tax. ანუ კონდეს თვითონა ამ tax keys value-ზე, ან და თუ ეგეთი არ არსებობს, თუ ეგეთი არ გვაქვს, მაშინ გვექნება ესეთი სერიალი ლისტი. კარგი, ეხლა ეს შეგვიძლია დავწეროთ ესე ლამაზად უფრო აღსაქმელი რო იყოს. აი ეს. კარგი. და ბოლოსკენ გავაკეთოთ მოდი reper, სადაც დავწერთ რა გვინდა რომ გამოვიდეს ჩვენს ტერმინალში, როდესაც დავწერთ print ჩვენ BERT. აი ამ კლასის ობიექტებს, აი ამ book კლასის ობიექტს, ხო, BERT-ს. როცა მე print ფუნქციას გადავცემ, როგორი სახით მინდა რომ ეს ობიექტი გამოჩნდეს, ასე ვთქვათ, ხო? ანუ როგორი რეპრეზენტაცია მინდა რომ ჰქონდეს მას. როგორ მინდა რომ გამოიხატებოდეს ის ჩემს ტერმინალში, როდესაც მას დავბეჭდავ. როგორც წესი აქ გვაქვს ხოლმე, წერთ ხოლმე ამ თვითონ კლასის სახელს, ხო? book ჩვენ შემთხვევაში self title დავწეროთ. ასევე self author გვაქვს, ხო? და self price. ეხლა აქ ხო პრინციპში გვაკლია ჩვენ რაღაცა დავუშვათ, ხო, ესე იგი ავტორი, სათაური ავტორი, ფასი დავწეროთ. დავუშვათ, იყოს მოდი ინტეჯერებში, იყოს 50. დავუშვათ, ხო, მზებს დავწეროთ მოდი რაღაცა ისა, learning Python. ესეთი ციგნი მართლა არსებობს და ძალიან კაი ციგნი არის. ავტორი არის Mark Lutzi, თუ სწორად მახსოვს. ისი გვარი და ხო,
და $50. ნუ შეგვიძლია თაგები არ გადავწევთ. ან შეგვიძლია გადავწევთ კიდევაც. მოდით ჯერ ვნახოთ ეს ხა ჩვენი print ფუნქცია რას დაგვიბეჭდავს. გავუშვათ ეს ჩვენი კოდი და მაინც ესეთი რაღაცა მივიღეთ. ეხლა ჩვენ აქ შეგვიძლია ვინაიდან აი ამას ეს სიმბოლოში string-ი არის, ხო? აი ეს ჩვენ შეგვიძლია ნახეთ უფრო გასაგები რო იყოს ჩვენთვის რომ ეგ ნამდვილად string-ია. ესეთი ძახილის ნიშანი და r ესეთი რაღაც შეგვიძლია დავწეროთ და ეხლა რო გავუშვებ. ნახეთ string-ი რომ არის, ეგ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა. ამასაც შემიძლია ჩავუმატო. ნუ ამასთან აქ ჩამატებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ინტეჯერია და ეს არაფერს არ მოგცემს. შემიძლია დავამატო, მაგრამ ახლა რო გავუშვათ ეს კოდი, ზუსტად იგივე შედეგი მაქვს, როცა არ მქონდა და როცა მქონდა. კარგი, ეხლა ამას მოდი აქ ესეთი $-ით დავუწეროთ წინ. და აი, მოკლედ ესეთი არის ჩვენი საბოლოო ვერსია. კარგი, და ეხლა ვნახოთ როგორ შეგვიძლია რომ ეს თაგებიც გადავცეთ. მოდი აქ დავწეროთ text და გადავცეთ. აი, ეხლა ნახეთ აი, კარგად შევხედოთ, რა ფორმატში შემიძლია გადავცე. შემიძლია list-ი დავწერო. იმიტომ რომ მე აქ მაინც გადავაქცევ მას set-ად. ამიტომ აქ მე შემიძლია list ესე მქონდეს, ხო? list-ის სახით გადავცე ეგ. აი აქ ჩამოვთვლი მაგალითად, რომ programming ამ კატეგორიას განეკუთვნება ეს წიგნი და Python-ის შესახებარი დავუშვათ. აი ეს ორი თეგი მაქვს. ასეთნაირად მოვინიშნე ინფორმაცია ჩვენთვის. თურის შესახებაა ეს. კარგი, ნუ ეხლა ეს კოდი მე რო გავუშვათ ჩვენთვის, აი აქ ტერმინალში არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ აი ამ dunder wrapper-ში არ ჩაგვიმატებია ეს თეგები და მას ჩვენი ნება არის. ამ თუ გვინდა დავამატებთ ამ თეგებსაც და გამოჩნდება ისიც აქ, თუ გვინდა არ დავამატებთ. მეგონი ჯობია რომ არ დავამატებთ. ნუ მე არ დავამატებ. თქვენ თუ გინდათ ეს სცადეთ, გააკეთეთ. კარგი, ეს არის ჩვენი წიგნის კლასი. ჯერჯერობით JSON-იც არ გამოგვიყენებია, მაგას აი სხვა კლასს გავაკეთებ ახლა მე და მაგ კლასის მოვალეობა იქნება JSON ფაილში გადაყვანა, შენახვა იქ რაღაცები. მოდი შევქმნათ ეგ კლასი book library, ასე დავარქვათ. და აქ გქონდეს ესეთი ლისტი. რომელიც თავიდან იქნება ცარიელი. თავიდან ეს იქნება ცარიელი. აი ამ სიაში დაემატება ჩვენი book კლასის ობიექტები. აი ეს B1, B2, რა ვიცი, შეგვიძლია ბევრი ობიექტი შევქმნათ. აი ეგენი ჩაემატება აი ამაში. ნუ თავიდან ცარიელი იქნება ცხადია. აი აქვე შევქმნათ ეგ მეთოდი, წიგნის დამატების add book დავარქვათ. გვჭირდება selfie და აქ ნახეთ ესეთი book პარამეტრი დავწეროთ და თან მოდი მივანიშნოთ, რომ ეს უნდა იყოს book კლასის ობიექტი. აი გაიხსენეთ type hint-ები, ჩვენ ნახეთ ერთ-ერთ ლექციაში, მეგონი ბოლო ლექცია მივუძღვენით მაგას, სადაც შეგვიძლია რომ პარამეტრებს მივუთითოთ ის თუ რომელ კლასგან ეკუთვნება ის ობიექტი, რაც მინდა რომ გადავცე. ჩვენ როგორც გითხარით, გეგმავთ რომ ამ list-ში ჩავამატოთ book კლასის ობიექტები. აი ამიტომ აი აქ მივანიშნე რომ ეს book კლასის ობიექტებს ელოდება ეს პარამეტრი. და ეხლა როგორ ჩავამატოთ ამ სიაში ჩვენ წიგნი, ჩვეულებრივად, ვინაიდან ეს არის ლისტი, ჩვეულებრივი ლისტია, ხო? ლისტი არის. შეიძლება append მეთოდი გააჩნია. ესე ჩავამატოთ ჩვენი book-ი, ხო? აი ეს ჩვენი book კლასის ობიექტი. კარგი. ეხლა დავწეროთ, მოდი კიდევ გქონდეს len მეთოდი. და ჩვენ ვიცით რომ ეს len მეთოდი გამოიძახება როდის? აი როდესაც დავუშვათ ჩვენ გვაქვს ესეთი library, რომელიც არის book library კლასის ობიექტი, დავუშვათ, ხო? და როდესაც ჩვენ დავწერთ len libraries, აი ეს len libraries, აი ეს len-ი გამოიძახებს აი ამ dunder len მეთოდს. და რა გვინდა რომ ბრუნდებოდეს, როდესაც ჩვენ დავწერთ len libraries, აი ამ კლასის ობიექტზე, როცა len ფუნქციას გამოვიყენებთ, რა გვინდა რომ ბრუნდებოდეს. აი რაც გვინდა რომ ბრუნდებოდეს, ის უნდა დავწეროთ return-ში. მე მინდა რომ ბრუნდებოდეს len self books.
ხო? აი ამ ის თუ რამდენი ელემენტია ჩემს წიგნების აი ამ სიაში. აი ეს ბრუნდებოდეს, მოდი. კარგი. ეხლა დავწეროთ def save to file ასეთი მეთოდი. file name-ის და კონკრეტება იყოს მოდი საჭირო ამისთვის და with open ეხლა უკვე ასე ვქნათ JSON-ი ჩავართოთ საქმეში write mode-ში გავხსნათ ეს ფაილი as f და დავწეროთ json.dump და მას გადავცეთ ჩვენ რა ნახეთ მე მინდა რომ ეს დავამატოთ ლისტი თითოეული ლისტი უნდა იყოს თითოეული ობიექტი ამ ლისტში თითოეული ელემენტი ბოდიში ამ ლისტში მინდა რომ იყოს dictionary. ნუ JSON-ს უნდა, ხო? JSON-ი ესეთი ის არის ფაილი, ხო? ეხლა როგორ ვქნათ ეგ ჩვენ? ნახეთ, გავაკეთოთ list comprehension-ების მეთოდი. ანუ აქ დავწერ for book in self books. და რა მინდა? ეხლა თითოეული, ეხლა ნახეთ self books-ი იქნება რა? book კლასის ობიექტები. თითო ჯერზე ეს book-ი იქნება თითო წიგნი. და რა ვქნათ, რა ვუყოთ აი ამ თითოეულ წიგნს ჩვენ? რათა თითოეულ ამ წიგნს ხომ გააჩნია ნახეთ to dict მეთოდი. მე გამოვიყენებ აი მაგას ზუსტად. აქ დავწერ book წერტილი to dict აი ასე. ეხლა მე უკვე ნახეთ რა მაქვს მე შემექმნება ლისტი რომლის თითოეული ელემენტიც იქნება dictionary. აი ამ book ობიექტისგან აი ესეთი dictionary-ები დაბრუნდება აი ამ to dict მეთოდის დამსახურებით. ხო, დაბრუნდება რა? აი ესენი, ხო? და ეთლან self title ხომ გააჩნია ეგეთი ატრიბუტი ჩემს book კლასის ობიექტის ამას. ხო, აი, მოგეთ ესეთი dictionary-ები. და მე ეს მთელი ლისტი, აი ეს ლისტი, ხო? ან ისედაც list comprehension-ს ვიყენებ აქ. ეს ლისტი, რომელიც არის სავსე dictionary-ებით, გადავეცი აი ამ dump ფუნქციას, რომელიც შემიქმნის მე JSON ფაილს. კარგი, და ეხლა დავწეროთ def load from file name. ეხლა წავიკითხოთ ჩვენი JSON ფაილი. ანალოგიური კოდი გვაქვს ხომ read mode-ში. ხო, read mode-ში მინდა ეს f data და როგორ გითხულობთ JSON load-ი გვაქვს აქ, ანუ წასაკითხად გვაქვს load-ი, ჩასაწერად JSON ფაილს ჩასაწერად გვაქვს dump, წასაკითხად გვაქვს load-ი და აქვე ნახეთ დავწეროთ self books და ნახეთ ახლა რას გავაკეთებთ მოდი დავწეროთ ესეთი რაღაცა for entry in data I am ჩვენ self books-ში ანუ ნახეთ ეს კი წავიკითხე მე ხო მაგრამ მე ახლა ჭირდება ანუ ეს რას დამიბრუნებს ეს დამიბრუნებს მე lists dictionary-ების ეხლა მე მინდა რომ ეს data თვლადი რომელიც list-ია dictionary-ბით გავიარო ისევ აი list comprehension-ით და თითოეულ dictionary-ზე მე გამოვიყენებ ჩემს ნახეთ book from dict methods აი ამ ჩემს კლასის მეთოდს და მე შევძლებ რომ თითოეული dictionary-სგან ხო ეს entry ხო თითო ჯერზე თითო dictionary იქნება ამისგან შევქმნა აი ნახეთ from dict რას აკეთებს იღებს dictionary-ს აი ესეთი ფორმატის dictionary-ს და მისგან ქმნის ნახეთ რას აბრუნებს მისგან ქმნის ისევ book
classes objects. აი ეს CLS-ი არის, როგორც თქვით, book-ი და ჩვეულებრივად აი ეს პარამეტრები, რაც გააჩნია, აი ეს პარამეტრები. და ეს მნიშვნელობები, ხო? შესაბამისი. ანუ აი ამ თითოეული დიქშენერისგან ახლა მე შევქმენი ისევ ისა ხო, book classes ობიექტები. და ეს ისევ self books აი ამ სლაიდშია შენახული. კარგი, მოდი ახლა აქაც პრინციპში დავამატოთ ეს მოდი რახან აქ რეპრეზენტაცია ქონდა, ასევე შეგახსენებთ str-საც, ესეც დაახლოებით იგივე საკეთებს. გეტყვით რა განსხვავება არის ამათ შორის. ნახეთ, ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია დავწეროთ book, print book, აი დავუშვათ book 1 და ასევე შეგვიძლია დავწეროთ print wrapper აი ეს. და ამ აი ამ wrapper ფუნქციას უფრო ვიყენებთ ხოლმე ისევ ჩვენთვის, ან პროგრამისტებისთვის, ან ჩვენი კოლეგებისთვის, ან ჩვენთვის, რომ ცოტა უფრო მეტი გავიგოთ ამ ობიექტის შესახებ. და უბრალოდ პრინტი გვაქვს მომხმარებლებისთვის. ან იმათ არ სჭირდებათ ზედმეტი დეტალები, ზედმეტი ინფორმაცია. იმათ აინტერესებთ უფრო ცხადი გასაგები იყოს, რაზე არის საუბარი. მაგრამ პროგრამისტთვის არის საჭირო იცოდეს, რომ მაგალითად ეს learning Python-ი არის string-ი. ეს ძალმშრომლოვანი ინფორმაცია არის ჩვენთვის. მოკლედ, აი თუ ჩვენ გვექნება standard string მეთოდი, მაშინ print ფუნქცია წავადა პირდაპირ ამ standard string მეთოდს ნახავს და რასაც ეს ფუნქცია აბრუნებს, მაგას დაგვიბეჭდავს ტერმინალში. და თუ ჩვენ ასევე აქ გვექნება def wrapper, მაშინ უკვე აი აქ რო დავწერთ wrappers, ჩვენ უკვე აი ამ standard wrapper-ში რაც გვექნება, ის დაგვიბეჭდება ტერმინალში. აი ესეთი რაღაც არის და კიდე ერთი დეტალი არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება string-ი, აი ეს standard str მეთოდი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება wrapper მეთოდი, მაშინ თუნდაც მე აქ wrapper ფუნქცია არ გამოვიყენო და მხოლოდ print-ი გამოვიყენო. აი აქ რო იყოს მხოლოდ print b1. ეს print-ი წავადა აი ამ wrapper-ს გამოვიყენოს. ანუ პირველ რიგში print-ი შეიძლება რომ ნახოს standard str მეთოდი არის თუ არა და თუ არის მაგას გამოიყენებს. მაგრამ თუ არ არის, მაშინ მიაკითხავს აი ამ standard wrapper-ს და დააბრუნებს იმას, რასაც ეს აბრუნებს. მოდი ჩვენ რახან ეს გამოვიყენოთ, მოდი str-ი დავწეროთ. და ეხლა აქ str მეთოდში შევეცადოთ, რომ აი მომხმარებლებისთვის გასაგები ენაზე ვთქვათ უფრო, ანუ ესეთი რეპრეზენტაცია უფრო პროგრამისტებისთვის არის, ხო, ეს ჩვენთვის არის საინტერესო უფრო. მაგრამ აქ შეგვიძლია დავწეროთ მოდი ეს რაღაც book library with len self books აი ეს books ნუ რაღაცა მუშაობა აქვს. აი, ეხლა ეს გვაქვს. მოდი ეხლა პირველ რიგში პრინციპში გვეწეროს, რაც იყო ეს წიგნის ობიექტი შევქმნით, წიგნის კლასისგან შევქმნით ობიექტი. ეხლა მოდი შევქმნათ კიდე ერთი. ეს იყოს დავუშვათ data science, ანუ web development with Python. დავუშვათ წიგნის ავტორი იყოს ვიღაცა David Malani. ღირდეს დავუშვათ $40 და თეგებში გქონდეს იყოს პროგრამინგი. იყოს, ვიცი, web იყოს დავუშვათ web programming და რაღაცები კიდე შეიძლება ჩავამთავროთ. კარგი, მოკლედ ეს მოდი ორი წიგნი გქონდეს. ეხლა შევქმნათ library ობიექტი ჩვენი book library კლასისგან. და რახან ესეთი კლასის ობიექტი გვაქვს, ეხლა ამაში ჩავამატოთ წიგნები. აი ეს ჩვენი book 1 და book 2. დავწეროთ library, add book მეთოდი ხო აქვს ამას. ეს add book მეთოდი. და ჩავამატოთ აქ book 1. და ასევე მოდი კიდე library-ში ჩავამატოთ book 2.
შვენიერი და მოდი აბა ახლა დავუპრინტოთ ჩვენ ეს ჩვენი library და აბა ვნახოთ რა გვაქვს აქ. Book library with 2 books. ხო? ორი წიგნია. რატომ? იმიტომ რომ ეს book 1, book 2 ჩაემატა აი ამ ჩვენს self book-ში. და შემდეგ აი აქ ნახეთ რას ვაკეთებთ. როგორი ისა გვაქვს ჩვენ ტერმინალში რა გვინდოდა რომ დაბეჭდილიყო. აი ამ ჩვენი self books ლისტის სიგრძე. ხო? და ამიტომ გვიწერია აქ 2. ამ ლენმა გაზომა ამ ლისტის სიგრძე. რახან 2 ჩავამატეთ, ამიტომ გვიწერია აქ 2. შვენიერი. კარგი. ეხლა მოდი აი მე მინდოდა რომ რაღაც ახალიც მეჩვენებინა თქვენთვის. ხო, ჯერჯერობით მაინც ეს თუ ისე ყველაფერი ნაცნობი უნდა ყოფილიყო, ხო? ეხლა ვნახოთ რა იცით? დავუშვათ ხო, ნუ პრინციპში გამოვიყენოთ მოდი ჩვენი library.save to file-იც. შევარჩიოთ აქ სახელი ჩვენი JSON-ისთვის. გავტესტოთ ესეც როგორ მუშაობს. გავუშვათ და აი ნახეთ დაემატა ესეთი books JSON. ეხლა ეს აი ამასაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ. ნახეთ სად დაემატა ამ ჩემი folder-ის გარეთ. ხო? მაგრამ აი დავუშვათ მე მინდა რომ ამ folder-ში დაემატოს. მაშინ რა გავაკეთო? აი აქ დავუწერთ ნახეთ book ქვედატირე library. ესეთი დახრილი ხაზი დავუშვით. წავშალოთ მოდი აქედან და ეხლა გავუშვებ და აი ნახეთ ეხლა უკვე აი ამ folder-შია, ხო? გარეთ არ არის. კარგი, მოდი შევიხედოთ აბა ჩვენს JSON file-ში. და აქ ჩვენ არ გვაქვს არაფერი. JSON file-ში. კარგი, აბა რა გვაქვს? missing fp. დამპი. ოკეი. ნახოთ აბა სად არის ჩვენი 45 ხაზი. ხო, კი ბატონო. აქ გვაკლია ჩვენ. SF. ხო? კარგი, დავუშვათ. ეხლა და ვნახოთ, აი კი ბატონო ჩვენი JSON ფაილი გამოიყურება ესეთანაირად. ანუ გვაქვს ლისტი და შეგნით არის ესეთი ეს არის პირველი წიგნი, ხო? აი, სადამდე არის ეს? აი, აქედან აქამდე, ხო? ეს არის პირველი წიგნი და მერე იწყება მეორე წიგნი. კარგი, ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ ცოტა გავალამაზოთ აქ, ნახეთ კიდე ერთი პარამეტრი დავამატოთ, მაგალითად indent-ი იყოს 2 და ეხლა ჩვენი JSON ფაილი ცოტა უფრო ლამაზი იქნება. აი, ნახეთ, ეხლა უკვე ესეთი ხელახლა რო გავუშვებთ კოდს, ამ indent 2 პარამეტრით და არგუმენტით, ეხლა უკვე ესეთი იქნება ჩვენი JSON ფაილი. კარგი, ეხლა მე მინდა რომ კიდე ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. აი, მე მაქვს ეს library, ხო, library ობიექტი. და პირობითად მე მინდა რომ შემეძლოს for loop-ით გავიარო ჩემი ეს library ობიექტი. სხვადასხვა მიზნებით ხა ჩვენ ბევრჯერ გავკეთებია, ხო, ეხლა for loop-ი გამოიყენებია, ბევრი სხვადასხვა მიზნით შეიძლება მინდოდეს ამის გაკეთება, ხო? აი მაგალითად მინდა დავწერო for book in library და print book. ეხლა რო გავუშვა ეს კოდი მე. მოდი აქ არ გვინდა ამის დაბეჭდვა დავუშვათ. აქ დავასე გავაკეთოთ. და აბა ვნახოთ რა მოხდება. Book library object is not iterable. რა თქმა უნდა, ამას ველოდით, ჩემი book library ობიექტი, ნამდვილად book library კლასის ობიექტი, ეს ჩემი library არ არის iterable. ხო, არ არის იტერირებადი, არ არის for loop-ით გავლადი. ხო, აბსოლუტურად სწორი შენიშვნა გვაქვს ჩვენ აქ. ეხლა იმისთვის რომ ეს იყოს for loop-ით გავლადი, ნახეთ კიდე ერთი ესეთი დანდარ მეთოდი შეგვიძლია ჩავამატოთ აქ, აი len-ის მერე ჩავამატებ ამას. ნახეთ def get item აი ესეთი მეთოდი self index და return self. გეტყვით ხოლმე რას ვაკეთებთ. აი ეს. ეხლა ეს get item ჩვენ რამდენიმე ფუნქციონალს გვაძლევს. ნახეთ, ერთი მოდი ამ for loops დროებით დავიდანებით, მაგასაც დაუბრუნდები და გეტყვით როგორ ახერხებს. აი ეს ჩემი get item-ი, მას for loop-ის
როგორც ფუნქციონალს როგორ გვაძლევს, მაგრამ ჯერ მინდა რომ გაჩვენოთ კიდე ერთი, რასაც ეს get item-ი აკეთებს ჩვენთვის. ნახეთ, მე შემიძლია უკვე დავწერო print library menole და გავუშვებ ამას. და ნახეთ რა მიბრუნდება. ჩემი პირველი ელემენტი, რაც I am self books სიაშია. ანუ ნახეთ აქ თურმე მე ჩვენ როდესაც ვწერთ აი ამას library menole-ს, ხო? მოდი დავაკოთ first book. როცა მე დავწერე library menole, აი ამ დროს Python-მა გამოიძახა აი ეს ჩემი get item donder მეთოდი და რომელიც რას აბრუნებს? ეს აბრუნებს self books-ში, აი ამ სიაში. აი ამ ინდექსზე ყოფ ელემენტს. და ეს ინდექსი არის აი აქ რაც მიუთითეთ. აი ეს ახლა menole არის, ეს ინდექსი იქნება 0-ის დორი. ანუ ეს ჩემი donder get item-ი დააბრუნებს ამ სიაში menole ელემენტს. და რა არის მაგ სიაში menole ელემენტი? first book-ი დავპრინტო, ну აი ეს, ხო, პრინციპში მაგერ გვიწერია. აი ეს. მშვენიერი. ანუ თურმე ამ get item-მა აი ეს შესაძლებლობა მოგცა. და ასევე get item-ი ჩვენ გვაძლევს for loop-ით გავლის საშუალებასაც. აი ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ეხლა დავწეროთ აი ეს for book in library print book. და აი ეს კოდი რო გავუშვათ, აი ნახეთ რა დაიბეჭდა. დაიბეჭდა თითოეული წიგნი, ანუ ეს book აი ამ library-ს აი ამ self books list-ში რაც არის მაგეებს გაივლის, ცოტა უფრო დეტალურადაც გეტყვით. აი აქ ხო არის book ობიექტები. აი მაგეებს გაივლის და თითოეულ books ბეჭდავს. და როდესაც თითოეული წიგნი იბეჭდება, როგორი რეპრეზენტაციით მინდა რომ მე მიჩვენოს ეს? ეს ჩვენ აქ გვიწერია, ხო? აი როცა ჩვენ ვბეჭდავთ book class-ის ობიექტს, მაშინ ჩვენ ესეთი ჩვენ გვინდა რომ დაიბეჭდოს აი ეს ჩვენს ტერმინალში. აი მაგიტო იწერება და დაგვიბეჭდა ჩვენ ტერმინალმა აი ეს და ეს, ხო? კარგი. მაგრამ ეხლა ნახეთ აქ რა არის საინტერესო. როგორ მუშაობს ეს და რატო გახდა უცებ აი ამ get item-ის დამატებით, ასე ვთქვათ, აი for loop-ით გავლა შესაძლებელი როგორ გახდა, ხო? ნახეთ რა ხდება ეხლა სინამდვილეში ასე ვთქვათ, კაპოტის ქვეშ. მოდი ესე ვთქვათ. ახლა რა ხდება? აი როცა ეს for loop-ი წერია, სინამდვილეში რა ხდება? კულისებს მიიღვა. ნახეთ index 0, აი ესეთი რაღაცა ხდება. index-ი უდრის 0-ს. ამას აკეთებს Python-ი თავისთვის, ისე რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, აი როდესაც ჩვენ ეს დავწერეთ, აი ნახეთ რა ხდება, რას აკეთებს Python-ი. While index 0, while true, შემდეგ try item უდრის library index print item index plus უდრის 1 except index error და break. აი ესეთ რაღაცას აკეთებს Python-ი ჩვენთვის. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. ეს library, ანუ library index, ეს ხო ნახეთ. ეს იძახებს ჩვენს get item აი ამ მეთოდს. და თითო ჯერზე ბრუნდება ის ელემენტი, რაც აი ამ self books სიაში მდებარეობს კონკრეტულ ინდექსზე, ხო? ეხლა ჩვენ თან აი აქ ინდექსაცია, ანუ ასე ვთქვათ, ეს ინდექს ცოტა 0-დან იწყება და რა გვექნება თითო ჯერზე, ანუ while true გვაქვს, ხო? რა გვაქვს? item-ი რისტოლი იქნება თავიდან. ეს library index-ი რას დააბრუნებს? დააბრუნებს menole index-ზე მყოფ ელემენტს. შემდეგ დაიპრინტება ეგ და მე ინდექსი გაიზარდა 1-ით. მე ესე თავიდან დაიწყება, ხო, item-ი. ეხლა უკვე აქ ერთიანი იქნება ინდექსის ნაცვლად, რახან ერთით გაიზარდა, მე დაიბეჭდა, მე კიდე გაიზარდა. ეხლა უკვე 2-ია. და როდესაც 2 გახდება,
ინდექსი. შემდეგ უკვე ჩვენი კოდი გავა აი ამ index error-ზე და მე ვაკეთებთ breaks და სრულდება პროცესები. აი მოდი გაჩვენებთ try except-ის გარეშე რა გვექნებოდა. ხო? აი ესე რო ყოფილიყო და გაგვეშვა ეს კოდი. ნახეთ რა გვაქვს index error. List index out of range. აი ზუსტად ის index error-ი, რომლისგანაც თავს ვიცავდით ჩვენი try except-ით. ხო? კი ბატონო, დავაბრუნოთ, ამიტომ ეს ჩვენი try except. მოგეთ აი ესეთი რაღაცა ხდება კულისებს მიღმა. ანუ Python-ი იძახებს მოკლედ ასე ვთქვათ ჩვენს იმას get item methods. ყველა ჯერზე და თითო-თითოთი ზრდის აი ამ index პარამეტრის მნიშვნელობას. დაახლოებით აი ეს. აი ეს რაღაცა ხდება. მოკლედ აი ამ ჩვენი get item დანდარ მეთოდის ჩამონტაჟებით ჩვენს კლასში მივიღეთ ერთი მხრივ აი ეს ფუნქციონალი, ანუ ინდექსით შეგვიძლია უკვე წვდომა გქონდეს ციგნებზე და პლუს ამას აი for loop-ით გავლაც შეგვიძლია უკვე ჩვენი library ობიექტის. მოკლედ აი ესეთი რაღაცები მივიღეთ. კარგი. მოდი ერთხელ გავუშვებ ამ კოდს და დავპრინტოთ ხო კიდე რაღაცეები. მოდი კიდე რაღაც დავტესტოთ მაგალითად. ხო. რაღაც. შეიძლება კიდე ერთი წიგნი დაამატოთ და თქვენ პრინციპში შეგიძლიათ რომ კიდე რაღაც წიგნი დაამატოთ. ხო, შეეცადეთ ასევე რომ რაღაცა მეთოდებიც ჩაამატოთ, რაც აი ჩვენ კიდე მაგალითად ლექციაზე ობიექტ ორიენტირებულ პროგრამირებას როცა გავდიოდით, იქ ვახსენეთ less than და greater than ესეთი დანდარ მეთოდები. თუნდაც ნახეთ ეგ და აი როცა შექმნით დავუშვათ book library კლასისგან იმას ხო, დავუშვათ მე ხელა კიდე ერთი რო შექმნით, დავუშვათ new library რო შექმნათ book library იმისგან და დავუშვათ აქ ჩაამატოთ აი დავუშვათ აქ ხო გქონდა ჩვენ ორი წიგნი და new library აი ამაში უკვე დავუშვათ ჩაამატეთ რამდენიმე აი ამ add book მეთოდით ჩაამატეთ მე კიდე ცალკე შექმნით ხო და წიგნები ან შეიძლება იგივე წიგნები ჩაამატოთ მოკლედ ჩაამატეთ დავუშვათ 5 წიგნი და მე შეიძლება შექმნათ ესეთი დანდარ მეთოდი რომელიც მოგცემთ საშუალებას რომ შეადაროთ ერთმანეთს library დავუშვათ მეტია თუ ნაკლები აი ამ new library-ზე. აი ამ შედარების საშუალება რომ მოგცეთ. ხო, ნუ შედარება დაეფუძნება რაზე? აი ამ self books-ის len-ებზე, ხო? ანუ len self books-ის რომლის უფრო მეტი იქნება. თუ library-ს ამას უფრო მეტი, მაშინ დააბრუნოს true. დავუშვათ თუ არა და მაშინ false. აი ესეთი ფუნქციონალის დამატებას შეეცადეთ. ლექციის გადამეორება შეიძლება დაგჭირდეთ ამაში, ხო? მან გვაქვს ჩვენ საუბარი greater than less than აი ამ დანდარ მეთოდებს. კარგი, მოკლედ აი ეს პროექტი ანუ პროექტიც არ არის, ხო, უფრო რაღაცა შეხსენება არის, ასე და აი ესეც ვნახეთ როგორ გესდება. კარგი, ვფიქრობ, რაც კარგი სავარჯიშო იქნება. და შეეცადეთ რომ ვიდეოს ნახვის მერე, რაც გამორთოთ ეს ვიდეო და უკვე დამოუკიდებლად გააკეთოთ, აი დავუშვათ ეს. კარგი, დაგემშვიდობებით, აი ამით.